დაგის, როდესაც საუბრობთ ცნობიერების ამაღლებაზე, როდესაც თქვენ გაქვთ კომუნიკაცია ადამიანებთან, რომელთაც აქვთ დავა ერთმანეთში და ურჩევთ მედიაციას, მაინტერესებს აი ამ როდესაც უხსნით სიტყვის განმარტებას, რას ემსახურება ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იქედან გამომდინარე, რომ მეტნაკლებად ახალი ხილი არ არის ეს სიტყვა დღეს ქართულ რეალობაში, მაგრამ მაინც ესე მოიხსენიოთ, ბოდიშის მოხდით, მაინც ანიჭებენ უპირატესობას ამ გზას, ამ მიმართულებას თუ ტრადიციულად მიმართავენ სასამართლოს გზას და იქ წლობით ზოგჯერ ლოდინის შემთხვევაში. ანუ აქ თუ არა რაღაც საფრთხის მომენტი ამ შემთხვევაში, რომ არიციან წესიერად მედიაციის განმარტება, კი უხსნის მედიატორი, მაგრამ მაინც რაღაც კითხვის ნიშნები აქვთ საკუთარ თავთან. ნახეთ, გააჩნია რა ფორმატიდან ვახორციელებ ახსნას. თუ როგორც მედიატორი ცოტა რთულია, იმიტომ რომ მედიატორის ჩემამდე მას ეს საკითხი ადვოკატმა უნდა გამემართოს. იმიტომ რომ მე შემიძლია მივაწოდო ინფორმაცია, თუმცა მხარე მომზადებული უნდა ყავდეს ასევე ადვოკატსაც. თუ როგორც ადვოკატი ვიმარტავ, გაცილებით მარტივია, იმიტომ რომ ძალიან დიდია რიგი უპირატესობებისა, რომელსაც მედიაცია აძლევს ჩემს მხარეს, შესაბამისად ნახეთ, როცა ადვოკატთან მოდის პირი, მას აპრიორი აქვს ნდობა იმ პირის კვალიფიკაციისადმი. შესაბამისად, თუ შენი კლიენტი შენ გენდობა და ამას დავამატებთ იმას, რომ შენ კონკრეტული მიმართულების უპირატესობებს განუმარტავ, რაც მისთვის მთავარ სამ კომპონენტს შეიცავს. ეს არის დრო, ეს არის ფინანსური საკითხები და ეს არის კვალიფიკაცია. ანუ ძალიან ხშირად საუბარი არის იმაზე, რომ უნდობლობას იწვევს ბიზნეს დაავების ფარგლებში განსაკუთრებით, რამდენად კვალიფიციურია პირი, რომელიც გადაწყვიტავს დავას. კიდევ ერთხელ არბიტრაჟის საკითხში იმიტომ უფრო იყო მოთხოვნა, რომ ითვლებოდა, რომ კონკრეტულ მიმართულებაში კარგად ჩახედული პირი ახორციელებს დავის გადაწყვეტას. მოსამართლეს, რა თქმა უნდა, კვალიფიკაცია აქვს როგორც სამართლებრივი ცოდნის მიმართულებით, თუმცა რამდენად იცნობს სპეციფიკას, რომლის ფარგლებში განიხილება დავა, ეს იწვევდა სკეპსის მხარეების ნაწილში. თუმცა კიდევ ერთხელ იმან რომ სასამართლოში არსებობს მიმართულება, რომელიც ბიზნეს დავებზე ორიენტირებული, გარკვეულწილად გააუმჯობესა ეს მიმართულება, მაგრამ რჩება მთავარი პრობლემა, რჩება დავის განხილვის ვადები და განსჭირდადობის საკითხი. აქედან გამომდინარე, როგორც ადვოკატთან ჩემთან მოსული კლიენტების უმეტესობა, რა თქმა უნდა, ირჩევს მედიაციას და არა მარტო სასამართლო მედიაციას, არამედ ირჩევს კერძო მედიაციას, ეს იმიტომ რომ მათ შორის ის სახელმწიფო ბაჟის საკითხიც არ უდგება. ანუ და გაცილებით მარტივად ახორციელებს საკუთარი პრობლემის ნიველირებას. ანუ მიზანი თუ არის ეს, მაგრამ არის საკითხები, სადაც ბიზნესის მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ ვალდებულების შესრულების ვადა გადაიწიოს. ამ შემთხვევაში სასამართლო არის ალტერნატივა, იმიტომ რომ ჩვენ მიზანს არ წარმოადგენს შედეგის დადგომა, ჩვენ მიზანს წარმოადგენს შედეგის არ დადგომის გაცემა. შესაბამისად, ამ ნაწილში კი რა თქმა უნდა არის სასამართლო მიმართულება, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ მე მინიმუმამდე არის დაყვანილი ჩემი კლიენტების სასამართლო დავები, იქიდან გამომდინარე, ჩვენ ვირჩევთ მედიაციას. კი ბატონო. და შენ ახსენე წინა კითხვის